თამარ კოლბახიძე მოგესალმებით. რამდენი შვილი გყავთ თამარ? 8 შვილი მყავს. ნიკოლოზი, მარიამი, ანა, ნინო, გიორგი, ლაზარე, ეკატერინე და მოსე. უფროსი არის 24 წლის, ყველაზე პატარა 4 წლის. ბრავო. 24 წლის დედა. თავად 24 წლის არის მართლა რომ შეხედავ. აი საინტერესოა თქვენ ასევე დიზაინერი ხართ, ხო? როგორც ვიცით. დიახ, ხალიჩის და გობელინის დიზაინერი კი ბატონო. აი ეს როგორ ხდება? აი დღის განმავლობაში ჯერ რამდენ საათს უთმობ თითო შვილს? ანუ აქ ამასობაში დაღამდა. ხო, რა საინტერესო. საათზე რო იღუძებ დღეში დაღამდება და ხა. ხო და ჩემთვის შოკის მომგვრელია დღის განმავლობაში 8 შვილს აი დღის აღწერას თუ შეიძლება ხო, აი დღის რუტინა ასე ვთქვა. დილას გაიღვიძა ოჯახმა, ჟივილ-ხივილი. ძალიან დიდი შრომა ჭირდება, ფსიქოლოგიურიც და ფიზიკურიც. თუმცა ღვთისწყალობით მაინც გვარდება ყველაფერი. ნამდვილად აი ესევა ძალიან უშრომელი გავხარ გარედან. აი ხო, აი რო უყურებ, ხა წარმოუდგენელია, ისე გამოიყურება, ნუ მაინც დიზაინერი როა ეტყობა. აი ესთეტიკას არ კარგავს. როდესაც აი მრავალშვილიანია ოჯახი, ხო? და 8 შვილი უკვე სერიოზული ციფრია. აი როგორ აისახება მეუღლესთან, აი არის ხოლმე მომენტი, როდესაც შეიძლება აი მეუღლეს მოაკლდეს თქვენი ყურადღება. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ბუნებრივია, თუმცა იმიტომ რომ საქართველოში ქალებს აკისრებენ ამ პასუხისმგებლობას, ცხელ ნინამ წერან სწორად. გარკვეულწილად გვეკისრება პასუხისმგებლობები, რა თქმა უნდა, ესეთი შემთხვევებიც არის, თუმცა გააზრებული აქვს მას ის, რომ შვილებს სჭირდებათ ძალიან დიდი ენერგია და მთელი ყურადღება და შეგუებულია ამ ყველაფერს. და თავად მეუღლე თუა ჩართული. მეუღლე ჩართულია, როდესაც ჩვენთან არის, მაგრამ ძირითადად, ანუ უფრო საგარეო საქმეებით არის დაკავებული, მუშაობს ინტენსიურად, შეუჩერებლად, დიახ, და რა თქმა უნდა, მე გაგებით ვეკიდები ამ ყველაფერს. მართალია რთულია, მაგრამ მიბალანსებს ის, რომ დედა მყავს, რომელიც ჩემთან არის, ერთად ვართ და მეხმარება და ფაქტობრივად ჩემს ყველა, ანუ იგივენაირად ინაწილებს ამ ყველაფერს. თქვენს დედის ერთა ხომ არ ხარ? მე დედის ერთა. შეხედე მესამე. აი ნახე რაღაცა ხო ეს არის. ჩვენ რაც არ უნდა ვთქვათ, ალბათ ეს რაღაცა იმას თავის როლს ნამდვილად არის კი, იმიტომ რომ მეც მქონდა ეს ბავშვობაშიც და ნუ დიდობაშიც რა თქმა უნდა დედმამიშვილი ყოველთვის არის საჭირო და ძალიან მინდოდა რომ 3 შვილი მაინც მყოლოდა, მაგრამ ნუ მე გადავაჭარბე უკვე. ძალიან სასიამოვნოდ გადააჭარბეთ 5 რაც თავარია ბედნიერი ვარ და მადლობა უფალს ყველაფრისთვის. რა მაგარი. დიდი მადლობა თქვენ